მორიგი ფარული ჩანაწერი ინტერნეტ სივრცეში, რომელშიც საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ნიკა გვარამიას სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე უყვება. რუსთავის გენერალური დირექტორის საუბარს ადასტურებს და ხელისუფლებას ბრალს კიბერდანაშაულში სდებს. მისი თქმით, შეხვედრა, რომლის ინიციატორი თავად მამუკა ახვლედიანი იყო, თავად ჩაწერა და მასალა საკუთარ პერსონალურ კომპიუტერში შეინახა. ვინ გავრცელა და რატომ პირადი საუბარი, რაც ცხადყოფს მასალა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება. ლილი გოგოხია განაგზობს ახლა თემას პირდაპირ ეთერში. ლილი, საღამოშვიდობისა, რას ამბობს თავად საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მას შემდეგ, რაც მან შეიტყო, რომ გვარამია მასთან შეხვედრა ფარულად გადაიღო. გისმენთ. საღამოშვიდობის ნინო, მამუკა ახვლედიანისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მასთან საუბარი ჩაიწერა ნიკა გვარამიამ. ის ფიქრობს, რომ მამისთვის არხის გენერალურმა დირექტორმა ბოდიშიც უნდა მოიხადოს, ასევე მისი განმარტებით ამ შეხვედრის ინიციატორი ის არ იყო და ამ შეხვედრაზე მათ არ უსაუბრიათ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, მათ შორის არც რუსთავიორთან დაკავშირებით, რომელიც იმ პერიოდში საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ნიკა გვარამია საუბრობს კიბერდანაშაულზე, მისი განმარტებით, სწორედ მან განახორციელა ეს ფარული ჩანაწერი და გეგმის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მოსამართლისგან ის მიიღებდა მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას, ის ამ ფარულ ჩანაწერს წარადგენდა მტკიცებულების სახით საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესზე. ჩვენ ვესაუბრეთ ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებსაც და ირისტები ფიქრობენ, რომ ამ ფარული ჩანაწერის შინაარსში მოსამართლეების არაეთიკური ქმედებები იკვეთება. შესაძლებელია ფიქრობდა, რომ რაიმე საინტერესო შეიძლება მეთქვა რაიმე საკითხთან დაკავშირებით და მას სურდა რომ ჩანაწერი კონდეთ. თუმცა ერთადერთი რაც აუცილებლად უნდა გაიკეთებია ჩემი აზრით, როცა ბრიფინგი დაიწყო და განაცხადა რომ ეს ჩანაწერი მანაწილმა ბოდიში მაინც უნდა მოიხადა. არავითარი კონკრეტული საკითხი არ ყოფილა ჩვენს შორის სასაუბრო და შესაბამისად მოთხოვნა შეხვედრის ჩემ მხრიდან უბრალოდ ვერ მოხდებოდა. თუ ჩვეულებრივ ვითარებაში ადამიანს შეხვდები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ან პრობლემატიკაზე საუბრობ. მე ვერ ხედავ ამაში რაიმე ეთიკის ნორმების დარღვევას. ეს ჩანაწერი გადაღებულია ჩემს მიერ ფარულად. ეს მოვლენები, რომელიც ამ ჩანაწერში ერთი წლის წინ, დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც პიკი იყო ჩვენი საქმის და კომუნიკაციის გამოხატა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, სადაც იხილებოდა ჩვენი საქმე. ორი ვარიანტია, ან შეღწევა ხდება გარედან, ან შიგნით ყავს წარმომადგენელი, სამწუხაროდ უნდა ვთქვა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. შეიძლება თავად მოსამართლის მოქმედებები არ ჯდებოდეს სამოსამართლო ეთიკის ჩარჩოებში, მაგრამ ვინაიდან დღეს ახვლედიანი აღარ არის მოსამართლე, რაიმე სანქციის გამოყენება ფიზიკურად ვერ მოხდება. ნიკა გვარამია მის მიერ მოპოვებულ ფარული ჩანაწერის გავრცელებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და ის ითხოვს, რომ დამნაშავეები გამოვლინდეს. ეს იყო ლილი გოგოხია, მადლობა ლილი.